გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდა უკდაო შემეწყალე ჩვენ. ყოველ წმინდაო სამებაო ერთ არსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცევ საქართველო ხილული და უხილავი წლებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილამშვიდობისა დღეს 2 აპრილია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას გისურვებთ მშვიდობიან დღეს და ახლა საეკლესიო კალენდარს შემოგთავაზებთ შევიტყვეთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 2 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე ფოტინე სამარიტელს და მის ძეებს ვიქტორის და იოსიას, ღირს მოწამეებს იოანეს, სერგის, პატრიკს და სხვებს, წმინდა საბას ლავრაში მოწყვეტილებს, წმინდა მოწამეებს ანატოლიას, ფოტოს, ფოტიდას, პარასკევას, კირიაკიას, დომნინას და სებასტიანეს, წმინდა მოწამეებს ალექსანდრას, კლავდიას, ევფრასიას, მატრონას, იულიანას, ეფემიას და თეოდოსიას, წმინდა ნიკიტა აღმსარებელს, აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ჩვენი დღევანდელი გადაცემაც ასევე მიეძღვნება უწმინდესა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. პირველი სტუმარი დღევანდელი გადაცემისა იქნება დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი, რომელიც გახლავთ ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. ასევე დღეს გვესტუმრება ფოტოგრაფი რამაზ ნაცვლიშვილი, ხელოვანი, რომელიც წლების განმავლობაში პატრიარქის ფოტოგრაფი იყო და მრავალი ისტორიული კადრი აღბეჭდა და ასევე გვეყოლებიან პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრები, გუნდის საგალობელის გარკვეული შემადგენლობა ხელმძღვანელ მაია მიქაბერიძესთან ერთად, ლოტბარ მაია მიქაბერიძესთან ერთად და ისინი გაიხსენებენ ბევრ საინტერესო ისტორიას უწმინდესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ დღესდღეობით პატრიარქს 50,000-მდე ნათლული ჰყავს და სწორედ პატრიარქის ინიციატივით მრავალი წლის წინ დაიწყო ეს საყოველთაო ნათლობები. პატრიარქის ინიციატივით იგი გახდა ყოველი მესამე და შემდგომი შვილის ნათლია და არაერთმა ოჯახმა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი შვილი გაეჩინა და დღესდღეობით ამბობენ, რომ სწორედ პატრიარქის ინიციატივით გაუმჯობესდა გარკვეული წლების განმავლობაში დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს ეთერში, შევიტყვეთ როგორი ამინდი გველოდება და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დილამშვიდობისა, გისამძიმრებთ. პატრიარქის გარდაცვალების გამო ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს მთელს ქვეყანას, მთელს მართლმადიდებელ სამყაროს და პირველად ხართ აი ამ ძიმე ტრაგიკულ ძალიან ისეთი სამწუხაროდ ამბის შემდეგ ჩვენს ეთერში და მინდა რომ მოგისამძიმროთ. დიახ, დიდი მადლობა მეც მოგესალმებით, მეც რა თქმა უნდა გისამძიმრებთ და შევთხოვთ უფალს რომ გავგაძლიეროს მისი უწმიდესი ლოცვა კურთხევით უკვე ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყოშე, რაც მისი უპირველესი პოსტულატი იყო, რომელს დაგვიტოვა და მითითება მოგცეთ რომ როგორ უნდა ვიაროთ ქართველებმა ღვთისაკენ. ამინ. აი ჩვენ ახლა ვუყურებთ ძალიან ემოციურ კადრებს. ნახეთ რომ უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და სოფლიო მედიის თვალსაჩინოში მოექცა ჩვენი ქვეყანა ამ ამბის გამო. აშუქებდა სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო გამოშვება თუ ტელევიზია, მათ შორის BBC და ითქვა რომ 2 მილიონამდე ადამიანი იყო მოსული. აი ამით მინდა დავიწყო, ჩვენ ყველამ ვიცოდით რა თქმა უნდა რომ ძალიან დიდია პატრიარქის ავტორიტეტი, მაგრამ ასევე ყველა ერთხმად ვამბობთ რომ ის სულიერი ერთობა რაც ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, ესეც იყო უპრეცედენტო და ესეც იყო მაინც გარკვეულწილად მოულოდნელი. დიახ, მოგეთანხმებით აბსოლუტურად. შენდობას ვითხოვ ყველასგან, მაგრამ აი სულ მინდებოდა რომ უამრავ ემოცია ირეოდა როგორც ყველას გონებაში გულში ამ დროს და აი მხავაღლა მეთქვა რომ მისი უდიდებულესობა ქართველი ერი. აი რო უყურებდით ამ მოვლენას, მონაწილეც ვიყავით. რომ მართლა ცოტა მოულოდნელი იყო შენდობას ვითხოვ ყველასგან, იმიტომ რომ მიზეზების გამო, მაგრამ რა მინდა თქვა ისიც რომ ჯერ კიდევ ანტიკური ხარის ფილოსოფოსები შემდეგ ქრისტიანობის ხანაში საუკუნეებში, შუა საუკუნეების შემდეგ ბევრი ფილოსოფოსი ბრძანებს ყველაზე კარგად ადამიანის საზოგადოების და ერის სარწმუნოა ჩანს თუ როგორი დამოკიდებულა აქვს მას გარდაცვალებასთან მიმართებაში. და ჩვენი ერის ეს მოქმედება, რომელიც ამდენი დღეები გასტანა და კიდევ გასტანს და კიდევ გრძელდება პროცესი, ამით კიდევ უდიდეს გადაგება იყო მსოფლიოს წინაშე ღვთის ადიდებელად, თქმა უნდა, რომ თუ როგორი წვენა ქართველებს და როგორი მაღალი კულტურული შეიძლება იყოს მორწმუნე და უნდა იყოს მორწმუნე ერი. და ეს უმაღლესი სტანდარტი შეიძლება ითქვას გადმოცემული ჩვენი თან მწუხარება, თან პატივისცემა, თან მადლიერების ცემა, ვისაც ჰქონდა, იყო გამოხატული ამ პატრიარქ უწმინდესის გასვენების ამ სახურებებში ამ დღეებში ზოგადად და მართლაც ეს წარმოუდგენელი და განმეორებელი ფაქტია მთელი ეკლესიის ისტორიაში, კაცობრიობის არათუ მარტო ჩვენს ისტორიაში და ამით ძალიან ჩვენ ბედნიერები ვართ, თუ შეიძლება აი მწუხარების დროს თუ რამე შეიძლება ჩვენი ერისთვის, გნებად ბერისთვის, საერო სასწაულდაცვის რამე შვება მოეტანა, ნუგეში მოეტანა, იყო ეს ერის ერთიანობა საქართველოს განთლიანება მისი უწესრობის გარშემო. და სწორედ პატრიარქი და როგორც გვაკურთხებდა და გვახსენებდა ხოლმე რომ ხოი მწუხარება შენ საწყისი ხარ სიხარულისა. ხო სიხარულა შენ საწყისი ხარ მწუხარების, აი იმ დიდ მწუხარებაში სიხარული შეიძლება ითქვას მოგვენიჭა, რომ დავინახეთ ერთსოლოვანი ერთი ერი ჩვენი ქართველთა, რისთვისაც ალბათ თავარი მიზანისაც დაისარჯა და გაიხარჯა ჩვენი პატრიარქები ამ 50 წლიანი პატრიარქობის პერიოდში. და მართლაც აი რა სიტყვების თქვენ ბრძანეთ, ალბათ ყველას გვახსენდებოდა ეს სიტყვები, რომელსაც პატრიარქი ხშირად გვიმეორებდა, რომ არ არსებობს სიხარული მწუხარების გარეშე და არ არსებობს მწუხარება სიხარულის გარეშე. მამა ირაკლი, მრავალმხრივ პიროვნებაზე საუბრობთ, ძალიან დიდი მასშტაბის პიროვნებაზე, უნიკალურ მოვლენაზე ჩვენს ისტორიაში და ბუნებრივია რომ ბევრია სასაუბრო, მრავალი მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ დღეს ნათლულებით გვყავს სტუმრად და ნათლულთა გუნდის წარმომადგენლები, მათი ხელმძღვანელიც, აი ამ კუთხით რომ დავიწყოთ, მით უმეტეს რომ თქვენი ორი შვილი ვიცით რომ პატრიარქის ნათლული არის. აი ეს ინიციატივა პატრიარქის, აი წლების შემდეგ ალბათ კიდევ სხვანაირად შეფასდება და ისტორია სხვანაირად იტყვის თავის სათქმელს. ის რომ პატრიარქმა გარკვეული წლების წინ ბრძანა რომ ის იქნებოდა ყოველი მესამე და მეოთხე შვილის ნათლია და რა შედეგი ჰქონდა ამას და ის რომ დღეს 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს პატრიარქს. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით? დიახ, გადაჭარბებით არ იქნება თუ ვიტყვი რომ აი უდიდეს და მილიონობით ადამიანში ნუ მიწყეს, მე ვფიქრობ, ცენტრალური ადგილი სწორედ პატრიარქის ნათლულებს ეკავათ. მიუხედავად იმდენი სასულიერო პირისა, ერისა, მრევლისა და რატომ?
იმიტომ რომ ეს ნაბიჯი მისი უწმიდესობისა მართლაც როგორც ყველა ნაბიჯი ერთმანეთს შედარება თუ შეიძლება რომ უფრო მნიშვნელოვანი რომ უფრო სულიერი, მაგრამ ესეც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მომავლისკენ გამიზნული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, მის უწესო აწყოში უამრავი საქმე აკეთა, უამრავი წარსულში გაკეთებული მადლი დაგვიტოვა, მაგრამ ეს არის გათვლილი სწორედ მომავალზე და არ არის ეს მარტო არ არის სტატისტიკა, თქვა 50,000-ია, მეტია თუ ნაკლებია, ეს არის უდიდესი ჩვენი იმედი, ყველა რიგითი ქართველისა. და აი ამ პროცესიაში შეიძლება ესე ითქვას, რომელიც პატივისმიაგეთ და მის უწმიდესობას ცენტრალურ ადგილს სწორედ ნათლულებს ეკავა და მართლაც აი ძნელი იყო, რომ გული არ დათუთქო და ადამიანს არ გაეთმო გული, ნებისმიერ გაყნული გული არ გაეთმო მათ წრფელ ემოციებს, მათ ცრემს, მათ გააზრებულ წუხარებას, რომელიც გამოხატეს პატრიარქის გარდაცვალების გამო. ეს ჩემი შეფასებით, კავკადნიერდების შენდობას ვითხოვ, ძალიან დიდი სასწაულია. რას გულს სასწაულს, რომ იქ ყველა ვნახეთ, ჯერ კიდევ პატარა ბავშვები, 3, 4, 5 წლის ბავშვების გულწრფელი ცრემლი. რა მინდა ვთქვა, რომ ხა საწყინეს რეალობა რა ხო ძნელად რომ ასეთი ასაკის პატარა ბავშვმა გაიაზროს პატრიარქის პიროვნება, მისი დამსახურება, მისი ღვაწლი, მის გაკეთებული საქმენი, ჯერ ვერა. მაგრამ აი მათი წრფელი ცრემლი იყო სწორედ დიდი სასწაული და ცოტა შედარებაში მოვიყვანოთ, როცა მაცხოვარი იტყვის ახლა მოგვახება ზობის დღესასწაული, რომ ქვანი იღადება ყრპითა, ყმათა, ჭვილთა, მწოვართა და დაემტკიცეს ქება. აი მართლა პატარა ყრმების პირი და ემოციები დაემტკიცდა პატრიარქს უდიდესი ამ კურთხევის ძალა და იმედი, რამაც რაც ჩვენში გააჩინა პატრიარქმა ამ ნაბიჯით, რომ აღუთქვა ნათლიობა მესამე და მეოთხე დაბადებულ ბავშვს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა დიდი იმედით მოველით აი ამ ბავშვების მომავალს. ჯერა რომ ისინი განსაკუთრებულად მარტო ისინი კი არა, მაგრამ ყველა, მაგრამ ისინი მაინც განსაკუთრებულად გაიზრდებიან ღირსეული მამული შვილები, მორწმუნე ქრისტიანები და ამითი თავიანთ სახელოვან ნათლიას უდიდეს სიხარულს და მადლიერებას მიანიჭებენ და არ დარჩება თქვენს მარტო ეს ემოციური გამოხატულება და ამიტომ ყველას გულს გვითხოვს, ყველა დიდი სიყვარულით შევყუროთ ამ ბავშვებს და განსაკუთრებულად შეიყვარა ერმაც პატრიარქს ნათლულები და ლოცავ რა თქმა უნდა მეც და ბედნი ჩემთვის დიდი პატივია რომ მათ რისკში ჩემი ორი შვილიც იზრდება და გვჯერა რომ როგორც პატრიარქი ხშირად გვაგურთხებდა, გვაიმედებდა, გვანუგეშებდა რომ საქართველოს აუცილებლად გამთლიანდება, აუცილებლად გამწყინდება, რა თქმა უნდა ახლა ეს დიდი თემაა, მაგრამ ჩვენ ამ საუბრობთ რომ ეს უნდა განახორციელოს არაერთმა პიროვნებამ ან რაღაცა ხელისუფლებასა, ჯგუფმა, ან რაღაცა სფეროს წარმომადგენლ, არამედ გარკვეულმა თაობამ, რომელსაც უნდა იტვირთოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და გამწყინებას და მე მჯერა რომ ეს თაობა უკვე ჩვენ თვალწინ იზრდება და აი მისიას აღასრულებს და ამითი გვირგვინს დაადგავს პატრიარქის ამ მრავალ ათწლოვან მოღვაწეობას და თვითონაც სულის ხონებას ამითი დაიმკვიდრებენ თავით ნათლის ლოცვა-კურთხევით და მადლით. დიახ. მამარეკლე, აი თქვენ ბრძანეთ რომ ბავშვების გულწრფელი ცრემლი მიყვებოდა უწმინდეს და მართლაც საოცარია რომ ყველა თაობის ადამიანისთვის ერთნაირად ძვირფასი და ერთნაირად დიდი ავტორიტეტი ბრძანდება პატრიარქი ილია მეორე და ეს ასე დარჩება, ხო, ბუნებრივია, ჩვენ დიდი მფარველი და მლოცველი შევიძინეთ ცეცაში მისი სახით. აი რა არის მისი განსაკუთრებულობა? აი ალბათ ბევრი თვისების გამო, მისი სიბრძნის გამო, მაგრამ ის რომ მაინც ესე ადამიანებს თითოეულ ადამიანს შეეხო გულზე და გულთან მიხვიდა თითოეული ადამიანის და სულ შეეხო ადამიანების. ალბათ ეს არ ვიცი, აი რა მოვლენასთან გქონდა საქმე და გვაქვს. ძალიან ძნელი უწმიდესი შეფასება, იმდენარი თვისება ქონდა, იმდენარი მართლაც ღვთაებრივი მადლი და სულიწიდის ნიჭებით მოხვეჭილი თუ ღვთისგან დაჯილდოვებული, მაგრამ აი ესე ვამბობ ხოლმე მე რომ ქართული ენა კურთხეულია, რა თქმა უნდა, დიდებული და ერთი საოცარ სიტყვა გვაქვს ქართველებს ღვთისნიერი. ღვთისნიერი უფრო აზრიდებს ამაში ღვთისნაირი. აი უწმინდეს სწორედ ასეთი იყო, რომ როგორიც შეიძლება იყოს ღმერთი მიწაზე, ბუნებით ღმერთს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მადლით ღმერთს, აი ესე თვისებები ქონდა ჩვენს პატრიარქს და ჭეშმარიტი ღვთისკაცი იყო. იმიტომ რომ ის მარტო არ იყო სიტყვით ქადაგებელი ქრისტიანობისა, სიტყვით მასწავლე, არამედ იყო ყველაზე მთავარი საქმით. და ის თვისებები, რასაც უფალი იესო ქრისტე ეუბნება ყველას, ისწავლეთ ჩემგან, ხომ? მშვიდ ვარ და მდაბალგულითა სიმშვიდე, სიმდაბლე, მოთმინება, სიყვარულის საოცარი ნიჭი, რაც მას ჰქონდა, სწორედ ეს არის ღვთისნაირობა, ღვთისნიერი ადამიანი, მიმტევებლობა. აი რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, რომელი შეიძლება ვთქვათ, რომ მის უწმიდესობას არ ჰქონდა, ან ამაში ცოტა ნაკლებად უფრო მეტად თქვა. ესეთ რამე წარმოუდგენელია და ისევ ბავშვებთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოვყვები, თქვენის ნებართვით, სულ დამამახსოვრდა. რამოდენიმე წლის უკან მოხდა ეს ამბავი, შეიძლება 20 წლის უკანაც.
თხელ ტელევიზიაში გავიდა რაღაც გადაცემა, ბავშვის გულწრფელი შეფასება და აღიარებას მინდა ხაზგავ ის მათი წრფელი ცრემლი მე ვფიქრობ ყველაზე ძვირფასი იყო და ვიდრე კიდე ყველა იცრემლეოდა იქ ერიც და ბერიც ასულიო საერთოდ ყველას თავისი განცდა ქონდა მაგრამ ამ ბავშვის ცრემლი ყველას გულს გიჩუყებდა და მეტად იქ ვიცი იყო ხო და ერთ-ერთი ცნობილი ოჯახი გადიოდა გადაცემა იყო ჩაწერილი ხარდაბასახ სამშობა ერთი ხელოვანი იყო მეუღლე მეორე სპორტსმენი მისული ჟურნალისტი ჯგუფი გარკვეული ტელევიზიის და საუბნე ჯერ მშობლებს მე პატარა შვილი ყავთ 4 წლის დაახლოებით და რაღაც ხდება ხოლმე სიმბოლო გადავდნენ ამ ბავშვს და მიკროფონით რომ აიო შენ დედა რო გიყვარს თუ მამა ამ ბავშვს ეუბნებიან და მან ერთი უნდა უთხრეს ან მეორე და არაფერი არ უთხრა და აი ისო რომ ვინ გიხარ ეკრანზე რომ გამოდის უფრო ხშირად ჩდება დედაო თუ მამაო და არა ვარც ერთიო და როგორ არ ცდება ვინ გიხარიაო და მე ვის კაცი მიხარია და მიყვარს რომ გამოდის ეკრანზე ვინ მინო და ღმერთს რო გავსო პატრიარქს ეთქვა და ახლა ეს ბავშვის ეს შეფასება ხო რა თქმა უნდა ეს იმდეს ხვდება რომ იესო ქრისტე ღმერთი ხატის უნახავს მაგრამ რაღაც ეს შეფასება მისი წფელი გულიდან ამის გამომდინარე მე ვფიქრობ ძალიან ღირსეული შეფასება იმ გაგებით რასაც პატრიარქის თვისებები და მისი მოღვაწეობის თავარი აი ესეთი ნიშანდობლივი გამოხატვა აქვს მისი თვისებებიდან გამომდინარე სიმდაბლე სიყვარული მოთმინება მიტოვება და ასე შემდეგ ასე შემდეგ და ამიტომაც ხდება ის რაც ხდება ეს არის ლოგიკური ნამდვილად დიახ მამა ირაკლი თვითონ უწმინდესი თავისი მოღვაწეობიდან გამოყოფდა შვიდგზის ლოცვის აღდგენას აი ამ ტრადიციის აღდგენას და ბრძანებდა რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაუკეთებია რა თქმა უნდა მის თავმდაბლობიდან გამომდინარე აი ამაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი რატომ თვლიდა რომ ესეთი მნიშვნელოვანია პატრიარქი შვიდგზის ლოცვის ტრადიციის აღდგენა რა ძალას აქვს ერთად ლოცვას და თქვათ აი პატრიარქმა ამით რა შემოიტანა ჩვენში გარდა იმისა რომ როდესაც ის გახდა პატრიარქი იქიდან მოყოლებული თავიდან მიიყვანა ხო ხალხი ტაძარში და პირჯვრის წერაქვას სწავლა და ქრისტიანობა თავიდან ასწავლა ქართველ ერს დიახ ამ ლოცვების აღდგენის გარდასულელი მხარისა მიზანი რა იყო ამაზე პატრიარქი ღიად საუბრობდა იცით ზოგს გონია რომ რაღაც მაიდამაის დაფარული რაღაცა ბოლომდე არ ამბობდა თითქოს პატრიარქი რაღაც სხვა რამის გულს ყველაფერს გულღია და ბოლომდე საუბრობდა და ამ ლოცვების მიზანიც რა იყო ბრძანებდა ის რომ ამ დროს თელი საქართველოს ერთიანდება და ერთობლივი ლოცვას უდიდესი ძალა ღვთის წინაშე და ის არ მალავდა რა თქმა უნდა დამალაკი არა პირიქით ეხლა უფრო რომ მისი ძველი ქადაგებები კადრები ვრცელდება ჩვენ თვალს ვადევნებთ აი შეიძლება ითქვას ვერ მაყოფილდებით მისი ცქერი და მოსმენით ვინ ეხლა დაიწყო ვინს გვახსენდება მაგრამ ტყვებით დღემდე გაგზდება ძალიან დიდი ხანი ჯერა და მისი უახლოს ქადაგებებიდან ერთ კადრიც მოვისმინე რომ ის ბრძანებს რომ მე როგორც კი პატრიარქად მაგუთხებ მიზნად დავისახევ ქართველი ერის ერთსულოვნება სწორედ მისი ყველა ნაბიჯი იყო გადადგმული ამისკენ რომ შევაჯამოთ დამერწმუნეთ ნებისმიერი მისი ქადაგება იქნება შემოტანილი ეს ლოცვების წესი იქნება მსახურება გაკეთებული საქმეები ემსახურება და ჩვენი სამშობლოს და ერის უკეთეს მომავალს და მომავალში ერთსულოვნებას და მან ერთხელ ესეც რამე ბრძანა ერთხელ და რამოდენიმეჯერ საოცარი რამ რომ ის ბრძანებდა რომ სამების გამოცხადება ჰქონდა ეს უკვე ძალიან დიდი მოვლენაც აქვს საქმე, იმიტომ რომ ეკლესიის ისტორიას ორი წმინდანი ახსოვს, ორი ღირსი მამა პირველი საუკუნეებისა, ვისაც ჰქონდა ასეთ კანონიერება, რომ სამება იხილა. ჯერ უკვე რამ ხელმოვლენა და მაშინ პატრიარქი ყო აგძელოს ამ თხრობას, რომ წმინდა სამმა გადმომცამე გრაგნილი. ეს გრაგნილო გავშალე ეწერა ერთსულოვნება. და ეს არის ჩემი თემის მსახურების თავარი გამსჭვალავი იდეა და აზრი და მართლაც აი თქვენ ტელევიზიას ამიტომ დაერქვა ეს სახელი ეს არის პატრიარქმა დაგვარქვა დააფუძნა ჩვენი ტელევიზია მოგცა გეზი როგორ უნდა გვეხმძღვანელა და როგორ ეფუნქციონერა ჩვენს ტელევიზიას და დაგვარქვა ასევე სახელი. დიახ და ასეთი მისი ყველა ნაბიჯი გინდა ტელევიზიის იმიტომაც ვახსენე რომ აი ამას ემსახურებოდა რომ ერთსულოვნება ჩვენი ერისა სხვანაირად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია. ამასაც ბრძანებდა გამარტავდა რომ ეს არის გასაღები, ეს არის ზეცის კურთხევა ქართველ ერზე. ეს არის ჩვენი მისია. თუ გვინდა რომ ეს მისია რაც მოგვეცა შევასრულოთ, ანუ სარწმუნოება დავიცვათ ვიდრე მოსვლამდე, თუ ერთსულოვანი ქართველი ერი არ იქნება ეს შეუძლებელია და ის ვიცით რომ უწმინდესი ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, ამისთვის დაიხარჯა, ამისთვის დადნა, ამისთვის შეიწირა ამდენი უმძიმესი ჯვარი ატარა პატრიარქობისა და შეიძლება ითქვას რომ აი ღმერთმა მის მოღვაწეობა დააგვირგვინა, დააჯილდოვა იმით რაც ჩვენ ვიხილეთ და რა თქმა უნდა პატრიარქმაც იხილა ის ერთსულოვანი ქართველი ერი. საოცარი მანიფესტი ქართველი ერის. და დიდი იმედი მაქვს რომ აქ არ დამთავრდება. ვერ დამთავრდება აქ. ეხლა არც ამას სიფრთხილით ვამბობ, არც შიშით არ ვამბობ. დიდი იმედი მაქვს რა დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთსულოვანი ახლა ჩვენ ერმა შედა ყველამ დაინახა რომ რა კარგია ერთად რომ მიზეზი სამწუხარო იყო, მაგრამ რა გვაერთიანებდა? გვაერთოს სწორედ რა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და
პატრიარქის უდიდესი პატრიარქება და ეს ისეთი დებულებები ამაზე დაფუძნდება ეცნონება, ჯერა რომ ჩვენიერი ძალიან დიდ სიტყვის მომავალში თავისი არსებობის და თავისი ქრისტიანული ქადაგების კუთხით მთელი სოფლიოს როგორც ეხლა მოხდა. და როგორც პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა აღნიშნა, პატრიარქმა თავის მოსვლით გაერთიანა საქართველო, თავის როდესაც მოხდა მისი აღსაყდრება და ვიცით, რომ უამრავი ადამიანი მაშინ გაერთიანდა და თვითონ აღსაყდრების ცერემონიასაც ესწრებოდა უამრავი ადამიანი და კიდევ უკეთესად გაერთიანა გარდაცვალებითო და მართლაც ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ერთობა შენარჩუნდება. მამირაკლი, ჩვენ ასევე ვიცით, რომ თქვენ ქონდათ პატრიარქთან შეხვედრების ბედნიერება, თქვენს ოჯახს ასევე ქონდა პატრიარქთან შეხვედრების ბედნიერება და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბოლო თუ არ ვცდები ბოლო შეხვედრა 2 აგვისტო იყო, რომელსაც მეც ვესწრებოდი და ილიაობას აღნიშნავდით. თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ ის რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ პატრიარქთან ურთიერთობიდან. დიახ, არანაირად არ დავიწყებ დაბრალებას ან გამოგონილ ურთიერთობებს უწმინდესთან ასეთი პიროვნული ურთიერთობა არ მქონია. თქვათ, ძალიან ცოტაჯერ მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობისა, შეხვედრისა, გნებავ თანამლოცველობისა, მაგრამ მასთან ერთად ესეთი დიხანის ყოფნის ბედნიერება ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ამით ამის გულისწყეტას კი არ ეწევს ჩემში. ახლა ყველას აქვს სურვილი და უარს კი არ ვიტყოდი, მაგრამ უბრალოდ რატომ არის უწმინდესი კიდე უდიდესი ადამიანი და ღვთისკაცი მართლაც ასე უწოდებ მე რომ არიან წმინდანები ისტორიაში ბევრჯერ ფიქსირდება რომელსაც სული წლის მადლით ეძლევათ ეს ნიჭები რომ მასთან გარემოცვაში ყოფ ადამიანი დიდ მადლს ღებულობენ ამას და დღეს მიხარია იმდენ ადამიანი ყვება ვადევნო თავს თქვენ ტელევიზიიდან ვისაც პატრიარქთან უშუალოდ გარემოცვას დავარქვათ ხომ საერო თუ სასულიერო იქნება რომ უამრავ ფაქტს იხსენებენ უამრავ უწმინდესის აი ნათქვამად ყოფილი ცხოვრებაში მის რჩევებს მის ჩარევას მის კურთხებროდ არაფერს არ ეთქვა მადლის მიღებას მაგრამ ჩვენი შემთხვევა კიდევ ისეთ განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენ ეს სიახლოვე ნამდვილად არ ქონია, მაგრამ წმინდანები ვახსენე და არიან წმინდანებსაც შევედრებოდა ადამიანი გარკვეულ საკითხს და იმხელა კადნიერება ქონდა ღვთის წინაშე, რომ ღმერთი მის თხოვნას აღსრულებდა ამ ადამიანს აძლევდა სათხოვას და პატრიარქი ამიტომაც არის ღვთისგან საოცარ ადამიანი, რომ მას ქონდა ნიჭი სხვისი ცხოვრების ხედვისა და აზრების კითხვისა, ყველა ასე ამასაც გულწრფელია სხვის ცხოვრებას დავუსწრებლად ბევრი საუბრობს და ძალიან ბევრი მე გამონაკლისი ვერ ვიქნები უბრალოდ ჩემი კუთხით დავიძახი რომ მას ესე რამხელა ღვთის მადლი მოსილება უნდა ერთ ადამიანში რომ პიროვნებას არ იცნობდე მისი ცხოვრება მისი გულის ნადები მისი ფიქრები შენ განჭვრიდო და ღმერთმა შენით იმოქმედოს ესეთი საოცრებაა და სწორედ მისი უწმიდესობის დამსახურება ჩვენ ცხოვრებაში პატრიარქი ისე არის ჩართული იყო და იქნება დარწმუნებულად იმედი გვაქვს ჩვენ მაგის და ისე ერეოდა სასიკეთო გაგებით რომ მან არა მარტო ჩვენ მასთან შეხვედრით მადლი მივიღეთ, წყალო გვიხარო და უდიდესი რა მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება მაგალითად და ამის შემდეგ ჩემი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და პიროვნება, რომელსაც მე საერთოდ პიროვნული ურთიერთობა ნაცვლობა არ მქონია. და ასე მოხდა შემდეგ სტუდენტობის პერიოდშიც, რომ როგორც მოხდა ახლა ისტორიაში შორს აღვიყვანს საჰაერო ძალების სერჟანტი ვიყავ საქართველოს, იქ როცა პატრიარქი მობრძანდა, უცნობ ადამიანი ვიყავ ფაქტო იმდენ ხალხში ცოტა ვიათფრენდი გაფრინდა ჯვარი გადავსახე ესე ჩემთვის ესე ძალიან და უხილუჩინა და არ დაინახა რომ ცუდად არ გაეგოთ და გულში ლოცვა აღვნა პატრიარქმა ეს ყველაფერი საოცრებაა რომ არ ვიცი მე როგორ დაინახა როგორ დავარქვა არ ვიცი ფიზიკურ თვალით ამას ვერ ხედავდა იმიტომ რომ ერთი 30-50 მეტრი ჩვენ მოშოვი ვიყავით საფრენაპარას ვერ დაინახავდა სულ მაგრამ ჩამობძანდა თვითონ დააყენა საკითხი რამოდენმე დღის მერე მე თითქმის დავიწყე უძღვნა მაშინ არავითარ მნიშვნელობას მისთვის არ მიმინიჭებია ამ ფაქტისთვის და უწუზა თვითონ მოითხოვა რომ აქედან რომ მივიდეთ ერთმა თქვენთაგან ჯვარი გადავხსნა მოითხოვა ამ პიროვნების გამოჩენა და უამრავი ხალხი იყო ხა წოდები ცოტა რთულია სამხედრო სფეროში გამორიცხული იყო რომ დაინახეთ გამორიცხულია ფიზიკურად და ისე შემაძწუნა ამ მოვლენამ რომ მე ვხვდი რომ დიდ სასწაულთაო საქმე რომ ჯერ როგორ გამოვიდოდი კი კიდევაც იქედანაც წავედი ისე აი რაღაცა შიშმა შემიმყრა არ ვიცი რა შევადა რომ როგორც სახარების ეპიზოდს ვადარებ ხოლმე სისტემარი დედაკაცი რო განიკონა ქრისტესთან შეხები და რო შეეშინდა არ გამხილდეს და ხან ერთმა უთხრა მისთვის მე ვიყავიო მე ვილოცეო რომ პატრიარქშვიდობით დაბრუნდეს ხან მეორემ და უღიმოდა და არაო თქვენ ვერ გამიგეთო თვითონ კი არის ლოცაო ჩვენ გადავსახაჯო მე ერთმა მე ვიყავი და არ მოიხსნა და არაო ის თქვენზე ახალგაზრდა იყო და მაშინ მე სულ 27 წლის ვიყავ დაახლოებით და ну ხომ ვიფიქრე გვარის სახელიც არ თქვას ხო და გვეხარ დავიტევდი ამდენს და რაღაც მივედი მას უხერ მე ვიყავ ეს მეთქი და აი გამიღიმა ის მისი შემოხედვა არ დამოვიწყდება რამდენი წელიც გენა ვიცოცხლო და
მესამე მოყავს მომიფედა შენი ყავი და ნუ მე დაუძახა მონაზიუმი ახლა მოატანინა ჯვრები არისო მანქანაში ბევრი ჯვრები მოუტანეს ესე ხელში და არ ორი თითქოს ხელი არჩი ერთი ჯვარი ამოარჩია ცეფიც გვაქვს თავის ხელით ნუ ცეფი გავდა ჯვარი მაგრამ იმის მერე ჩემი ცხოვრება ისე შეიძლება კანში რო აღარეთო ადამიანი ისე აირია ცხოვრება ვისაც მე ესე არ მომიყოლია არ მივიდა კარდაკარი იმიტომ რომ რაღაცა თვითონ სწავლა დამემართა დამეუფლა მე ამ სასწაულთან როდესაც მოვყევი მოძღვარი იქნებოდა თუ საეკლესიო წრის ძალიან ვიწრო წრეში ისე სიტუაცია მოიტანა ყველა მე უნდა აუ ეს მღვდელი გახდება და თავად მე ბრაზდებდი ხო რა ეს მღვდელი გახდება რა შუაშია ეს არ ფიქრობდი არანაირ არც ფიქრობდა დიშაც ყველაფერი არ მეტყობოდა სამისო არც ეხლა ვარ ღირსეული ისეთი მღვდელი რო თქვა მაგრამ ეს პატრიარქის ჩარევით მოხდა შემდეგ მაინც გამიჭირდა აი ვაღიარებ სუწესობას შენდობას თქო რომ ამ ხელა ამბის მერეც გამიჭირდა სარწმუნოებას არ მეყო რომ როგორია ერთი შვილი ყავდა მე ვესწრებოდით რომ მიატოვე სამსახური სტუდენტი გახდი და ვერ მეყო სარწმუნოება და ისე მოხდა მე რომ ესეთი სნეულება შემიყარო ფიზიკურად ვეღარ გავაგზავნე სამხედრო სამსახური კონტრაქტი ვეღარ გამიფორმეს ანუ ფიზიკურად ვერც ვიმუშავე ვერსად მარტო მქონდა საშუალება რომ მომესმინა ლექციები და თუ დამეწერა და გადავწყვიტე და ამიტომ მე აკადემიაში ჩაბარება ისე დიდი სასწაულს უკავშირდება ხარ არ უნდა ეთერი ჩემი ამბები დავიკავო და იქაც ისე მოხდა რომ ერთი ქულა დამაგნებდოს 4-5 დღე რჩებოდა გამოცემამდე იქაც სასწაული რო არა ვერ გვწყვიტავდი არ მეგონა რომ ღირსი ვიყავი ამისი და მოკლედ იქაც პატრიარქს ლოცვა ერთი ქულა დაგვაგდა და ნუ ძალიან ყველა რომ ჩაკრიცხათ არა და 3-4 ბიჭი როდესაც ერთი ქულა დააგდა და პატრიარქს ლოცვა კურთხევით დაგვიშვეს ჩვენ ამ სასწავლებელში იქაც ჩაერია და როცა უწმიდესი მობრძანდა ერთხელ ახალი სტუდენტები ვარ და უთხოვეს პირველ კურსელებს ერთმა სიტყვა უნდა უთხრას და დიახ ისე მოხდა რომ მე მათქმევინეს და მაშინ მინდოდა რომ მადლიერება გამომეხადა პატრიარქის მიმართ ხა ამაბეს ვერ მოყვებოდი და კი ძალიან ახლო ვიდექთ ეს უწმიდესთან ხელවත් მქონდა და გპირდებით მე თუ თქვენ უწმიდესობა მე გპირდებით რომ რასაც აქ ცოდნას შევიძენ და წმენას ვესწრებო ღვთისადიდებელდა და სამშობლოს ეკლესიის სასარგებლო და მოყვასის სანუგეშოდ გამოვიყენო მეთქი და ესე იყო არ დამოწდა თავ ჩაღონული და ესე აწია თავი და როგორ ბავშვი ეს ეტაში დავყევას და ისეთი ბედნიერება დამეუფლა და მეორე დაგვიხმარა აი ძალიან ბევრი მოსაყოლმოყოლა შეიძლება მაგრამ მადლობა ის უწნესობას და ჯერა რომ ეხლა უფრო მეტად დაგვიხმარება და აი ამ რაც პირობა მივეცი და თობა გამოვხატა ჩემს მიმართ ვესწრებო რომ თავი არ დავზოგო რომ ნამდვილად შევასრულო და მთელი ჩემი ცხოვრება იმსახურო ღმერთს წმინდა ეკლესიას და ადამიანების ნუგესა და უკეთეს მომავალს. მეც შეგაძლებინოთ. დიდი მადლობა მამა ირაკლი. ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საუბრობდა სტუდიაში. ახლა 7 გზის ლოცვის დროა. მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანე მეუჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის
შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას, წარმოგიდგენთ სტუმარს, ჩვენი სტუმარი გახლავთ ფოტოგრაფი რამაზ ნაცვლიშვილი, ხელოვანი, რომელიც წლების განმავლობაში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პირადი ფოტოგრაფი იყო და მან არაერთი ისტორიული კადრი აღბეჭდა. სტუმარი, რა თქმა უნდა, ბევრ საინტერესო რამეს გაიხსენებს ამ ურთიერთობებიდან. ბატონ რამაზ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ, კეთილი იყო ჩემი ფეხი ამ ტელევიზიაში. უნდა გითხრათ რომ შემოვედით თუ არა ჩემი გადაღებული კადრი დამხვდა იქ და ეს კარგის ნიშანია რა თქმა უნდა პატრიარქი რომ პატრიარქის ფოტო დიახ მინდა მოგისამძიმროთ პირველესად
და როგორც შესავალში ვთქვით, თქვენ არაერთი ისტორიული კადრი გაქვთ აღბეჭდილი მისი უწმინდესობისა ფოტოზე და ვიცით ისიც, რომ თქვენ ხართ ავტორი პორტრეტებისა, რომელიც ეკუთვნით არა მხოლოდ ქართველ ცნობილ ადამიანებს, არამედ არაერთ გამოჩენილ უცხოელ მოღვაწესაც, როგორც ვთქვათ, ხელოვანს ან სხვა დარგის მოღვაწეს. თუმცა ბუნებრივია, რომ პატრიარქთან თქვენი ურთიერთობა და ეს საქმიანობა, ამ მიმართულებით თქვენი საქმიანობა იქნებოდა გამორჩეული. როგორ დაუკავშირდით მის უწმინდესობას და როგორ დაიწყო ეს შემოქმედებითი კავშირი უკვე უწმინდესთან? სრულიად საქართველოს უსამძიმრებ ამ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც თავს დაგავაწყდა შეიძლება ასე ითქვას. სანამ მაგას გეტყოდით, მე გეტყვით, რომ აი ყველა იმ პორტრეტ შორის, რომელიც მე მაქვს გადაღებული, როგორც ქართველების, ისე არა ქართველების, ასეთი პორტრეტი მე არ მაქვს არც ერთი. და ახლოსაც ვერ მივა ვერც ერთი ამასთან, იმიტომ რომ ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ მოკლედ როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ესე იგი ეს არის სადღაც 98 წელი დაახლოებით. როდესაც ანუ თქვენ ვისაც ამ პერიოდში ტაძარში დადიოდა და საეკლესიო მაღაზიაში შედიოდა, იქ ნახავდა ხატებს, რომელიც იყიდებოდა. ეს იყო ბულგარული ფირმა იყო, რომელიც ბეჭდავდა ამ ხატებს პოლიგრაფიულად და ის შემოდიოდა და აქ იყიდებოდა. ერთი პრობლემა ჰქონდა ამ ხატებს, რომ ქართულ წმინდანებს ჰქონდათ სლავური გამომეტყველება. ანუ დავით აღმაშენებელს, ქეთევან წამებულს, თამარ მეფეს ჰქონდათ სლავური გამომეტყველება. ხო ხვდებით როგორ რაღაცაა. ეხლა ეს სლავების წინააღმდეგი არა ვარ, არც ერთი წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდენტობისთვის რა თქმა უნდა, და ქართულ წმინდანს ქართული გამომეტყველება. პატრიარქს ეთქვა, რომ კაცო ამდენი ძალიან ლამაზი და ისეთი ძვირფასი ხატი გვაქვს ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანი ხატი გვაქვს ქართულ ტაძრებში და აი სიონის ეკლესიაში რამდენი კარგი ხატია და მოდი ვნახოთ ვინმე ფოტოგრაფი, რომელიც ამის რეპროდუქციას გააკეთებს ამ ხატების და შემდეგ დავბეჭდოთ ეს პოლიგრაფიულად და დავიწყოთ აი ამ ჩანაცვლება ამ სოფრინოს ხატების ტაძრებში და მაღაზიებში და ეს დაევალა დედა ბარბარეს, რომელიც გახლავთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, რა ვიცი, ასეთი ქალბატონი იშვიათია. სიონის მე გახლავთ და იმ დროს იყო კათოლიკოს პატრიარქის პირისფარეში. ჩვენი ძვირფასი დედა ბარბარე და დედა ბარბარე დაიწყო მოძიება და მოვიდნენ ჩემამდე და მე აღმოჩნდი სიონის ეკლესიაში. ნახე ყველაფერი, შევთანხმდით როგორ გადავიღებდი რანაირად როდის და აი გავაკეთეთ რაღაც საცდელი გადაღება, მოეწონათ და შემდეგ უკვე დავიწყეთ აი ამ ხატების გადაღება. და როდესაც ესე იგი ჩვენ ხატებს ვიღებდით უკვე როდესაც მსახურება მთავრდებოდა, ლოცვა მთავრდებოდა, იმიტომ რომ ეკლესია რო იკეტებოდა, იმიტომ რომ კიოტი უნდა გაგვეხსნა. ხო, კიოტი უნდა გაგვეხსნა იქ ხატი ისე და ბევრი ისე ტექნიკური ის იყო, რა ქვია, შრომა ჩასატარებელი და ამიტომ იქ რომ მიდიოდი ხოლმე ველოდებოდი და რო ველოდებოდი ლოცვასაც ვესწრებოდი ხოლმე და ლოცვას რო ვესწრებოდი პატრიარქის ლოცვაზე დასწრება ეს არის ძალიან დიდი მადლი მე ასე ვიტყვი. ეს იმდენად დიდი, აი მე ვფიქრობ რომ ყველა იმ მორწმუნესთვის რომელიც ერთხელ მაინც კი ყოფილა პატრიარქის ლოცვაზე, ხო? რა ვიცი, ეს არის წარუშლება. არასოდეს აცდენდა პატრიარქთან ლოცვას და წირვას არის. სანამ შეეძლო და თვითონ ფიზიკურად. კი ბატონო. და მოკლედ ლოცვას რო ვესწრებოდი, მე კაცო ახლა ფოტოგრაფი ვარ და გადავიღე რამოდენიმე კადრი, რო გადავიღე რამოდენიმე კადრი, დავბეჭდე დედა ბარბარეს აჩვენე, დედა ბარბარემ წაუღო პატრიარქს და პატრიარქს მოეწონა და თქვა რომ აი ეს ბიჭი კარგიაო, ეს კარგად იღებსო ეს ბიჭიო, ის ხატებიც კარგიაო და ავიყვანოთო, გადაიღოს ხოლმეო ფოტოებიო და აი ასე აღმოჩნდი პატრიარქთან. და ეს არის ფოტო, რომელიც კადრში გვაქვს 2004 წელს, სამების კურთხევის დღეს გადაღებული, ხო? საოცარი ფოტოა მართლა. იცით როგორ რაღაცა, ესე იგი სამება პატრიარქისთვის იყო აი როგორ გითხრათ, იცით აი რაღაცა, აი როგორც ბავშვური სიხარულით ხარობდა ხოლმე იქ რომ მივიდოდით ხოლმე რა. ჯერ აშენებული ცარ იყო, დამთავრებული ცარ იყო, აი მხოლოდ კედლები იყო, მაინც მიდიოდით იქ და რა ქვია, წირვას ატარებდა იქ, ლოცვას ატარებდა ხოლმე და აქ კადრიც გამოჩნდება ალბათ, რომ ესე იგი ერთხელ საოცარი ფოტოა, ერთხელ ზამთარი არც იყო გასული, ციოდა, ძალიან ციოდა და გადაწყვიტა რომ იქ ლოცვა ჩაეტარებინა და წავედით რა თქმა უნდა და ესე იგი საკურთხეველში მაქვს ფოტო გადაღებული ალბათ გვაჩვენებენ მე აგურის კედლები არის ჯერ ამ გალესილიც არ არის და იქ ელექტროგამოთმობელი იდგა იქ და იქ დგას და ესე იგი რა ქვია იქ აქვს მზერა მიპყრობილი და ამ მზერაში ჩანს რომ
ანუ ეს ტაძარი მისთვის არის აი რაღაცა, აი ის ადგილი, სადაც მას ყველაზე ძალიან აი ესეთ სიამოვნება კი არა, აი როგორ გითხრათ, აი რაღაცა მადლი აქვს რა. და აი სიხარულია სწორედ აი წინა ფოტოზე რაც ნახეთ კაცი აღბეჭდილი. ბატონ რამაზ, ეს არის პირველი ოფიციალური ფოტო, რომელიც თქვენ გადაიღეთ. კი ბატონო, როდესაც ესე იგი დედა ბარბარე მითხრა რომ უკვე შენ პატრიარქის ოფიციალურად ფოტოგრაფი ხარ, ახლა ტაჯიკი და წავიდივართ მცხეთაში, იმიტომ რომ ალექსანდრიის და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი პედროს მეშვიდე იყო ჩამომზადებული არაჩვეულებრივი ადამიანი. ეს მინდა გითხრათ, რომ პატრიარქს ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი. ძალიან დიდი ავტორიტეტი არა მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებში და ქრისტიანულ რელიგიებში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში. აი, მინდა გითხრათ, რომ აი ისეთი ადამიანები ჩამოდიოდნენ. პრობლემები შეექმნებოდა იქ თავიანთ ქვეყანაში და ჩამოდიოდნენ პატრიარქთან და თხოვდნენ, რომ აი რაღაც დაგვეხმარა და პატრიარქიც რა თქმა უნდა. ყველას ეხმარებოდა, აბსოლუტურად ყველას ეხმარებოდა. იყო საბერძნეთის არქიეპისკოპოსი ხრისტო დულოსი და იმას შეექმნა იქ პრობლემა. ჩამოვიდა დაახლოებით 25-30 კაციანი დელეგაციით ჩამოვიდა, ჩამოაბრძანა იონე ნათლისმცემლის თავის ქალა. ერთი კვირა აქ ამ წმინდა ნაწილს მოატარეს მთელი საქართველო, აი ეს კადრი. დიახ. მოატარეს მთელი საქართველო. აი ესე იგი რა ქვია, დიდი სიყვარულით მიიღო პატრიარქმა, ძალიან დიდი სიყვარული და მე იქითაც ჩააკითხა და ყველანაირი მხარდაჭერა გამოუცხადა. ანუ ეს წარმოუდგენელი რამ იყო. აზერბაიჯანის მუფტი მის იუბილეზე გამოვიდა და თქვა რომ მე ასეთი ძმა დედამიწაზე არ მყავსო რა. აი ეს პატრიარქი ახლა ემთხვევა. თუ შეიძლება ხო აი ისტორიებით რომ მოვყვეთ ფოტოებისა რომელიც კაცში გამოგვიჩნდება. მაშინ იყო დაბრძანებული იონე ნათლისმცემლის თავის ქალა და აი იქ პატრიარქი იამბორება. ეს სხვათა შორის იყო სამების ეკლესიაში დაბრძანებული. ჯერ კიდე არ იყო დასრულებული. ხო ხვდებით როგორ რაღაცა. აი ეს უკვე გამოსათხოვარი პარადის არის, რა ქვია, ლოცვა არის სვეტიცხოვლის ტაძარში. დიახ. ბატონ რამაზ, ასევე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ თქვენ ბრძანდებით ავტორი იმ ფოტოსი, რომელიც ამ დღების განმავლობაში ბილბორდებზე იყო აღბეჭდილი და მთელს ქვეყანაში გავრცელდა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე იყო გამოფენილი, რომელიც გადაიღეთ 2005 წლის 14 მაისს. თამარობას, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს. როგორია ამ ფოტოს ისტორია? ესე იგი, იცით, სიონის ტაძარშია ესეც გადაღებული მქონია ამ შემთხვევაში. უყურეთ როგორ რაღაცა ზოგადად სასულიერო პირების და ასეთი ცერემონია, ის რა ქვია, წირვის ან ასეთი რაღაც გადაღება თავის სპეციფიკას მოითხოვს რა. ის განსხვავდება დაუშვათ სხვა ღონისძიებების გადაღებისაგან, იმიტომ რომ იქ შენ ფოტოგრაფი არავინ არ ახარ. იქ ადამიანები მოსული არიან, რომ იქ წირვა აღევლინება, ეს რიტუალია ისეთი, რომ შენ იქ არც ხმაურის უფლება გაქვს, არც ზედმეტად მოძრაობის უფლება არ აქვს და ამიტომ უნდა შეხვიდე იქ ამოიჩიო წერტილი, რომელსაც დადგები და იქ ისე უნდა იყო ჩუმად ისე უნდა გააკეთო, რომ ახალი არ შეუშალო ადამიანებს, იქ ისინი ძალიან სულიერი მისიით არიან მოსულები. და მოკლედ პატრიარქს ჰქონდა ასეთი ჩვეულება, სიონის ეკლესია ხო ძალიან უყვარდა იქ წირვას ხო თქვენს თქვით და რა თქმა უნდა არც დენდა არც ერთ წირვას და ესე იგი რო დაასრულებდა ხოლმე საღამოს ლოცვას ხო გამოვიდოდა ამბიონზე გადაწერდა პირჯვარს მრევლს შემდეგ წამოვიდოდა და რო შედიხართ ხელ მარჯვნივ არის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და ამ ხატის წინ დადგაჩერდებოდა ჩუმად გულში ლოცვას აღავლენ და პირჯვარს გადაეწერა და შემდეგ გამოდიოდა იქ რა ქვია ხელდასმას აკეთებდა და გამოდიოდა გარეთ მოკლედ აი რა ვიცი რამდენი ხანი ვიღებდი ხო აი 2000-დან დავიწყე და ეხლა 2005 წელია ხო ხვდებით არასოდეს აი ამ წერტილში სადაც გადავიღე რა ვერ მოხვდი რა არც მომედა უცბად არ ვიცი რანაირად მე წინასწარ განზრახულად თუ არა წინასწარ განზრახულად რატოღაც აღმოჩნდი ზუსტად იმ წერტილში საიდანაც ეს კადრი გავაკეთე და ზოგადად ფოტოგრაფიული წესია, როცა ასეთ პორტრეტს იღებ, 3-4 კადრი უნდა გადაიღო მიყოლებით, რომ დაუშვათ იქ რაღაცა თვალი არ დაიხუჭოს ან ხო, რომ მე ერთ-ერთი კარგი გამოვა. მინდა გითხრათ ერთ-ერთი კადრი გადავიღე ეს. მეტი ვერ მოასწარით თუ არა, მეტი არც იყო საჭირო. არ იყო საჭირო, იმდენად კარგი. არა, რო გადავიღე, ეხლა იცით როგორ რაღაცა. თქვენ რომ ამას უყურებს ფოტოგრაფი, ერთი არ ლოცველის სულისკვეთება სხვა არის. შენ აქ ის ლოცვაც გესმის ყურში. და საერთოდ გათიშული და ყველა რა ქვია გზნობათა ორგანო მხოლოდ რა ვიცი რა ხმა ჩაგესმის არ ვიცი და შენ თავს აღარ ეკუთვნი იქ ესე არ არის რომ იქ შენ აკონტროლებ რაღაცას იქ იმდენ ხელა ძალისხმევა გჭირდება რომ აი ის რასაც ხედავ აი ამ სასწაულს ეხლა ეს მაგალითად ეს პატრიარქის ლოცვის მომენტი
ნუ არ ვიცი, აი ასეთი შთამბეჭდავი რა ამ ფოტოზეა, ხო? საუბარი უბრალოდ რაც გავრცელდა იქ ფონი არის შეცვლილი. ფონია შეცვლილი, დიახ, უბრალოდ შავი ფონი გამოიყენეს. ნახე, იცით როგორ რაღაცა ეს ჩემთვის ხო გეუბნებით, ასეთი პორტრეტი მე არ გამიკეთებია, არ ვიცი. საოცარი პორტრეტი. ყველა ადამიანს, ვისაც მისი პორტრეტის გაკეთებული, იქ რა თქმა უნდა, წინასწარ ხდება გასაუბრება რაღაცა, აბა ურთიერთობაში შესვლა რაღაცა იქ ხუმრობები რაღაცები, რომ ეს აქ ეს არაფერი მსგავსი არ ყოფილა რა. ხო ხდებით როგორ რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ აქ ეს მარტო მხოლოდ ჩემი შემოქმედება არ არის რა. ცხადია, დიახ. აქ უფლის გარდა პატრიარქის დიდი მადლიც არის, გეტყვით, რატო ისი, იმიტომ რომ ეს იმდენად ადრე ვთქვი და გავიმეორებ, რომ იმდენად ფოტოგენური ადამიანი იყო, ოღონდ ფოტოგენური არატრადიციული გაგებით. არამედ აი სულიერი, დიახ, იმიტომ რომ ჩემამდეც ძალიან ბევრ ფოტოგრაფს აქვს გადაღებული პატრიარქი და ჩემს მერე ძალიან ბევრ ფოტოგრაფს და ძალიან კარგ ფოტოგრაფებს და სასწაული კადრებია ყველა, ხო? აქ რაღაცა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხვდებით როგორ რაღაცა. ამიტომ აი მე ვთვლი რომ ის თვითონ შიგნით იმხელა შინაგანი ბუნება ჰქონდა და ისეთი სიღრმე ჰქონდა ამ რა ქვია სულიერი და იმხელა სამყაროს აღქმის შემეცნების იმხელა დიაპაზონი ჰქონდა რომ სხვანაირად შენ აი სურო არაფერი გწოდნოდა და ხელი დაგეჭირა მაინც გამოვიდოდა შეიძლება ასე ფიგურალურად ანუ თვითონ პატრიარქი გეხმარებოდა და მისი მადლმოსილება ბატონ რამაზ აი ფოტოებიც გადის ჩვენი საუბრის პარალელურად კადრში და ალბათ გამოჩნდება ის ფოტოც რომელიც მონსერატ კაბალიასთან ერთად გადაუღეთ მის უწმინდესობას ასევე ქალბატონ ანა კალანდაძესთან გვაქვს ეს ფოტოები აი ანა კალანდაძესთან ესე იგი ნახეთ როგორ რაღაცა ეს არის ოქტომბერში 3 ოქტომბერს გადაღებული 2006 და 2007-ის თებერვალში ანა კალანდაძე გარდაიცვალა. სპეციალურად მოიწვია პატრიარქმა ანა თავისთან, ესე იგი და მეც სპეციალურად დამიძახეს რომ ეს იქ მოეფერა აჩუქა რაღაცეები და მინდა გითხრათ რომ ესე იგი პატრიარქს ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი რომ აი მოეფერებოდა ყველა ხელოვანს, მეცნიერს და სამების ეკლესიაში მან სპეციალურად გააკეთა ასეთი საცხოვრებელი, სადაც ეუნეოდა რომ წადი იქ იცხოვრე ჭამას მოუფასოა ერთი პირა ბატონი გურამ დოჩენაშვილი იქ ცხოვრობდა კი ბატონო რეზო ჩხეიძე შენ ხარ ჩემი ბატონი და აი ვაშა თაბუკაშვილი კი ბატონო თუ დაწერე თუ წერა გინდა დაწერე თუ ხატვა გინდა დახატე აი იქ იყავი და შენთვის იყავი არავინ არაფერზე არ იფიქრო აი ილოცე და შენს თავში იყავი და გააკეთე რაც გინდა და აი ასე მოეფერა ანას და რაღაცნაირად აი ხო გეუნებით აი შემდეგი წლის თებერვალში ანა გარდაიცვალა ესეთი ასეთი მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად შეიძლება წინათგრძნობას ჰქონდა ασეთი და გადაწყვიტა რომ რაღაცნაირად აი გამოსამშვიდობებელი ხო თან პლუს კიდევ მე ფოტო რო გადავიღე პორტრეტი გავაკეთე ის პორტრეტი ახლა ყველგან კიდე ანა კალანდაძის ნუ აი ხა ეს მონსერატ კაბალია რომელიც სულტიროდა უწმინდესთან შეხვედრის სანამ მონსერატ კაბალია ჩამოვიდოდა საქართველოში პატრიარქს ძალიან უყვარდა მისი შემოქმედება ხშირად უსმენდა ხოლმე მის სიმღერებს ძალიან ხშირად უსმენდა ხოლმე და ნუ როგორც ჩანს მონსერატიც აღფრთოვანებული იყო ამ ადამიანის ეხლა როდესაც სადაც რომის პაპი ჩამოვიდა და მე უფლიშვილი ვიხილეო თქვა ეხლა ხო ხვდებით რომ ეხლა თან ძალიან სულიერი შინაგანი ის ქონდა მონსერატს და რო შემობძანდა ხო ველოდებოდით იქ რა ქვია საპატრიარქოს დიდარბაში რო შემობძანდა რო დაინახა პატრიარქი და რომ უკიდა ხელი და რო დაიწყო ტირილი ესე იგი ახელი არ გაუშვია პატრიარქის წამოვიყვა და პატრიარქმა რაღაცები დააჩუქა და დაასაჩუქრა რაღაცები დააჯდნენ სკამზე ხო ასე ხელი ეკავა და მეორე რა ქვია ეს ცრემლებს იწმენდა არ შეუშლია და ერთადერთი რაც გააკეთა როდის გაჩუმდა როდესაც სიმონ ჯანგულაშვილის გუნდმა დაიწყო სიმღერა გაოგნდა თვალში მივიდა ასე შეხედა და აყვა ამ სიმღერას აი ნახეთ აი ესე საოცარი კადრია კი გააგიჟდა ნუ აი ხო ხვდებით ეხლა იცით ისე თქვა მინდა კიდე ეს არ არის მოსაყოლად თვითქოს ადვილია მაგრამ იმ მომენტში იქ რო ხარ ეს იცით როგორი ემოციურია და ამ დროს აი შეჩერებული წამი ამ დროს შენ უცბად მოახერხო რომ აი ეს ფოტო გადაიღო იმიტომ რომ აქ შენ თვითონაც ისა გაქვს რა ქვია რაღაცა შოკი გაქვს რა ეს ზეგავლენის ქვეშ ხარ ამ ემოციებს თუმცა ეს საოცარი წამები შეაჩერეთ და ისტორია იცით როგორ რაღაცა მე ვამბობ ასეთ რამეს და რა ვიცი ჩემი აზრია რომ ესე იგი ხელოვნება მეტადრე კიდე ფოტოგრაფია ეს არის სულის მეცნიერება ასე ვთქვათ რა
და ის აკეთებს აი იმ მომენტის, იმ ადამიანის, იმ გარემოს სულის აღბეჭდას და ნახეთ ეხლა კადრი ნებისმიერ ფოტოს რო თქვენ უყუროთ, ხო? ის არც იწება და არც მთავრდება. ის სულ მარადიულობაში არის. ხვდებით როგორ რაღაცა. ამით გავს ის სულიერ სამყაროს. ხვდებით როგორ რაღაცაა და აი ეხლა ეს ერთ-ერთი პირველი კადრებია, იცით და მე კიდე მაინტერესებდა თავდაპირველად რომ თვალი ხო სულის სარკია და სულ ყოველთვის ვთქვი რომ ახლო კადრი პატრიარქის თვალები გადამეღო და ნუ მე ეს მანამდე და მე უკვე როდესაც ოფიციალურად დავიწყე ასე ვთქვათ ფოტოგრაფობა მე რა თქმა უნდა მივხვდი რომ მარტო თვალები არა იქ მას პანაღია აქ ის ანუ ეს რეგალიას უნდა ჩანდეს ხო უნდა ჩანდეს იმიტომ რომ კი რაღაც პროტოკოლი არსებობს ამისი და ნუ მოკლედ აი ეს მომენტი ბატონო რამაზ ერთი რამ უთხრათ მაყურებელს რაც შეიძლება არც იცის ბევრმა რომ პატრიარქი თავად ბრძანდებოდა ფოტოგრაფიით გატაცებული კი ბატონო ესე იგი რო ვიწყებდი დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით რო ვიწყებდი პატრიარქთან რა ქვია ფოტოგრაფად მუშაობას იქ მითხრეს რომ ეხლა შენ ყურადღებით იყავი იმიტომ რომ პატრიარქი როდესაც სტუდენტი იყო სემინარიის სასულიერო სემინარიის ის სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით სანამ სასულიერო პირი გახდებოდა ჯერ კიდევ კი იმიტომ რომ იქ კამერაც ჰქონდა ფოტოაპარატიც ჰქონდა ფირებსაც ამჟღავნებდა ფოტოებსაც ბეჭდავდა რო ჩამოდიოდა ხოლმე დაგვაყენებდა ასეო ფოტოებს გადაგვიღებდა ხოლმე და მე ფოტოებს გვიბეჭდავდა ხოლმე ეხლა ხო ხვდებით როგორ რაღაცაა ეს ადამიანი არა მხოლოდ სულიერ სამყაროში ასეთი ძალიან დიდი ბუნების ადამიანი იყო მე ამას წინათ თქვი და კიდევ გავიმეორებ რა მე ბედნიერი ადამიანი ვარ რომ ვესწრებოდი აი იმ მოვლენას თუ დედამიწაზე როგორ ცხოვრობს სიყვარული და იცით როგორ რაღაცა ყველაფრის აი როგორ გითხრათ სიღრმეში შედიოდა მას არ ჭირდებოდა აი თქმა მესად უნდა გავჩერდე როგორ უნდა გავჩერდე იმიტომ რომ ის ჩემი ფოტოებით ხვდებოდა რომ ეს სწორად მუშაობს ეხლა შეიძლება ხმამაღლად გამომდის ამის თქმა მაგრამ შენიშვნა არ მოუციათ რომ იცი აი იქ არ შეხვიდე აქ არ შემოხვიდე პირიქით დამიძახებდნენ ხოლმე რომ აი მე საკურთხეველში შემოდი რაღაცაა გადასაღები ეს ნიშნავს რომ მოსწონდათ თქვენი შემოქმედება ამისთვის რა თქმა უნდა ღმერთს დიდი მადლობა და რა ვიცი თუ მე შევძელი რომ პატარა რაღაც ჩემი რაღაც აი ეს ნამდვილად შეძელით მადლი რომელიც ჩემზე გადმოვიდა პატარა რაღაც აი ეს ჩემი წვლილი ჩემეტანა ნამდვილად შეძელით და დიდი მადლობა თქვენ ამ საოცარი ფოტოებისთვის ამ შეჩერებული წამებისთვის რომელიც ისტორიას დარჩება მადლობა თქვენ რომ შანსი მიეცით ადამიანებს რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად კიდევ უფრო ახლობელი გახდეს ხო ხვდებით როგორ რაღაცაა მე თვითონ თავიდან იწყებთ პატრიარქის გაცნობას ეს დღე ერთ რამესაც დავამატებ როდესაც სასულიერო პირს იღებ ხო ის არ არის ის არ ცხოვრობს შენი ყოფითი ცხოვრებით იმას სხვა ცხოვრების წესი აქვს და სხვა ცხოვრების ნირი აქვს და შენ უნდა შეეცადო რომ აი იმ მისი სულიდან გამომავალი სინათლის თუნდაც ერთ პატარა სხივს რაღაცას მოეჭიდო თუ სარკმელთან მიხვიდე გადაიხედო შეიძლება თლად ის სინათლის წყარო ვერ დაინახო მაგრამ ერთ სხივს მაინც უნდა მოეჭიდო რომ რაღაცნაირად იმისი აი ეს მთელი დიდბუნეუნება რაღაცას იმდენი სხივი ქონდა რომ კი ბატონო რა თქმა უნდა ჩანს და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ისტორიული კადრებისთვის ფოტოგრაფი რამაზ ნაცვლიშვილი საუბრობდა სტუდიაში ვიდეო რგოლს შემოგთავაზებთ და დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში Kyrie
ხა ბარადის და უკუნითი უკუნისამდე სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას
პატრიარქის ნათლულთა გუნდის საგალობელი წარსდგა თქვენს წინაშე, მათ პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები შეასრულეს და მიუძღვნეს ნათლიას. ჩვენთან სტუმრად არიან ქალბატონი მაია მიქაბერიძე, გუნდ საგალობელის ხელმძღვანელი ლოტბარი და ასევე საგალობლის წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, მადლობა ამ საოცარი შესრულებისთვის და მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ საოცარი საგალობლებისთვის. ქალბატონი მაია, გისამძიმრებთ პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ პატრიარქის ნათლულებს და ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქი ბოლომდე სანამ შეეძლო, სულ ხვდებოდა ნათლულებს, თქვენ გქონდათ პატრიარქთან შეხვედრის ბედნიერება ბოლო პერიოდშიც ალბათ გაიხსენებთ ამასაც, მაგრამ ვიდრე თქვენ მოგმართავთ შეკითხვით, ვიცი რომ რამდენიმე ბავშვს სურს, რომ პატრიარქთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა გითხრას და მარიტა, იქ გთხოვთ, მარიტა ოდიშვილი, პატრიარქის ნათლული. პირველ რიგში სულ ვიმეორებ იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა იყო პატრიარქის ნათლული, უფრო დიდი ბედნიერება მღეროდი ამ გუნდში და მქონდა იმის შესაძლებლობა თითქმის ამ გუნდის ჩამოყალიბების პირველი დღიდან, რომ საკმაოდ ბევრჯერ მენახა ჩემი პატრიარქი და ახლოდან შემეგრძნა მისი სიყვარული და მადლი. ძალიან ბევრი თბილი მოგონება გვაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა შეხვედრაზე იმდენად დიდ სითბოს გვიზიარებდა და გვაგრძნობინებდა, რომ არ ვიცი, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დაგვავიწყდება არც მე და არც გუნდის რომელიმე წევრს. მინდა ის ფაქტი გავიხსენო, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მე-9 დღეს გუნდის რამოდენიმე წევრმა გადავწყვიტეთ, რომ სიონის ეკლესიაში მივსულიყავით და როგორც იცით, პატრიარქის საფლავიდან აღებულ ყვავილებს სტიქაროსნები არიგებენ ხოლმე და დიდხანს ვიდექით რიგში, რომ ერთი ყვავილი მაინც წამოგვეღო. მაგრამ ჩვენი რიგი რომ მოვიდა, სამწუხაროდ ყვავილები აღარ დარჩა და უკვე ეკლესიიდან თითქმის გამოსულები ვიყავით, გასვლას ვაპირებდით და სრულიად უცხო სტიქაროსანი 4 გოგოს 4 თეთრი ვარდით გამოგვეკიდა და მოგცა თითოეულ ჩვენთაგანს და ვფიქრობ, რომ ეს რაღაც სასწაული იყო, რომ იმ მომენტში ძალიან გვინდოდა და ეს თეთრი ვარდი სიმბოლურად, როგორც პატრიარქის ნათლულთა, ასე ვთქვათ, სიმბოლო გახდა, მოგცა თითოეულ ჩვენგანს. და ლიზას მადლობა, დიდი მადლობა მარიტა, ლიზი ჩიჩუას მინდა ასევე ვთხოვო. პირველ რიგში მეც მადლიერება მინდა გამოვხატო იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ პატრიარქის ნათლულთა გუნდში მეგობრობა ეს. ეხლა რაც ეს ამხელა მოვლენა მოხდა, უფრო და უფრო გავაცნობიერე კიდე რამხელა ჯვარს ვატარებთ, ასე ვთქვათ, თითოეული ჩვენთაგანი და პასუხისგებლობას კი და ძალიან გვიყვარდა ჩვენი პატრიარქი. დღემდე გვიყვარს და სულ გვეყვარება. მახსოვს რომ ყველაზე ჯადოსნური ახალი წელი გქონდა მაშინ, როდესაც მასთან ერთად გავატარეთ ის ახალი წელი და მთელი წელი იღბლიანი მქონდა მართლა და ახლა არ ვიცი, დღემდე ზუსტად ვიცი რომ ყველა ძალიან განვიცით ამ ხელა მოვლენას და ვიცი რომ იქიდან გვიყურებს, იქიდან ზრუნავს ჩვენზე და გვიყვარს და ვეყვარებით და ჩვენ სულ გვეყვარება. მადლობა, დიდი მადლობა ბავშვებო. მაია, მართლაც საოცარი კადრები იყო, ამ ზღვა ხალხში პატრიარქის ნათლულები თეთრი ვარდებით ავლაბრის მეტროდან სამებისკენ. ეს იყო მართლაც საოცარი სანახავი და ემოციური, რა თქმა უნდა, გულისტკივილი იყო დიდი და მწუხარება, მაგრამ რაღაცა კიდე იყო ამაღელვებელი ამაში, საოცარი ემოცია იყო, როდესაც ამდენ ბავშვს 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეს და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მის ამ საოცარ ბრძნულ ინიციატივაზე წლების წინ მან ბრძანა რომ იქნებოდა ყოველი მესამე და მეოთხე შვილის ნათლია და ეს ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას დემოგრაფიული თვალსაზრისით გაუმჯობესებაში და ქალბატონ მაია, თქვენ მინდა გთხოვოთ რომ გაიხსენოთ ბოლო შეხვედრები განსაკუთრებით პატრიარქთან და ის რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ ამ შეხვედრებიდან. ყველა შეხვედრა, რა თქმა უნდა, სითბოთი იყო გაჯერებული და იმდენად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ყოველთვის მასთან შეხვედრის, რომ იმ წუთას რაღაც ის მოჭიმული ვიყავი, არ ვიყავი მშვიდად, იმიტომ რომ აქ რაღაც ჩემს გვერდით ბავშვები იყვნენ, მინდოდა რომ მისთვის გვეჩვენებინა ჩვენი შემოქმედება და ყოველთვის
ცით რა ბოლო შეხვედრა იყო უფრო აი კადრები გვაქვს სწორედ 2025 წლის ილიაობა 2 აგვისტო ეს იყო საოცარი დღე, ეს იყო დღე, როდესაც რომელი უკაცრავად 2 აგვისტო არ არის, სხვა კადრები არის, რომ მითხრას პროდიუსერმა, ნუ ზაფხულის კადრებია. 2025 წლის, კი ბატონო. 2025 წლის ზაფხულია და აი მოგვეცა იმის საშუალება გუნდის საკონცერტო აი შემადგენლობა, იმიტომ ჩვენ გუჩი 200-მდე ბავშვია გაერთიანებული სხვადასხვა მოსამზადებელ ჯგუფებშიც და აი ეს ჯვრის მონასტერია, ხო? არა, ეს არის მცხეთა. ჯვრის მონასტერია, კი. და ისეთ ემოციური იყო ეს, იმიტომ რომ სრული პროგრამა წარუდგინეთ. ჩვენ ვცდილობდით რომ რაც შეიძლება არ შეგვეწუხებინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბოლომდე მოგვისმინა და ის კი არა აგვყვა კიდევაც ამ მოძრაობაში და რა ვიცი, აი აჭარულის დროს ფეხიც აგვაყოლა და რა ვიცი, ძალიან გვიჭირს. აჭარული განსაკუთრებით უყვარდა როგორც ჩანს, ხო? აი გელადონაძემაც მოყვა რომ სულ მეტყოდა ხოლმე გელა გადმოხტი, იცი უკვე აჭარულიო და მაინც და მაინც კარგად არ ვიცოდი, ანუ ხშირად გთხოვდა. ახალ წელს ბავშვებმა გაიხსენეს 2 წლის წინ გუნდთან ერთად შევხვდით, ხოლო წელს ოჯახთან ერთად გქონდა მისი ბედნიერება, რომ შევხვედროდით მის უწმინდესობას და აი ეს დღე იყო, რა ვიცი, დაუვიწყარი იმ თვალსაზრისით, რომ განცდა იყო უფრო აი ესეთი სიმშვიდე ამ რაოდენობასთან, აი თქვენ როგორც თქვით ახლა პატრიარქის ნაცვლები რამ ავლაბრის მეტროდან აი ეს კადრები არის, რა საუკუნის კადრები ალბათ რაოდენობა ამ ბავშვების თეთრი ვარდებით და ჩვენ როგორც ის ნაწილი გუნდის შემადგენლობაში ახლა ვინც არის, ისინიც რა თქმა უნდა აქ ვიყავით და აი რა გითხრათ, ძალიან ტკივილიანი დღეები გვაქვს, ძალიან აი ესეთი განცდა მაქვს, რომ ბავშვებთანაც ვისაუბრ, თითქოს უსფად გაიზარდა ყველა. და უფრო სხვა ფუნქციით და სხვა გადმოსახედით ვართ ახლა და სხვა ვალდებულებებით. ის რასაც გვეუბნებოდა მისი უწმინდესობა და რასაც არიგებდა ბავშვებს, რომ ახლა უკვე განხორციელების დროა და რას გეუბნებოდათ და რას გარიგებდა? გეუბნებოდა იმას, რომ გამორჩეულად კარგები უნდა იყოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ნათლულები და პატივიეცით მშობლებს და ეხმარეთ გაჭირვებულებს და მოწყალე სამარიტელები უწოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ეს გვითხრა კიდევაც და აი მაშინ ვისმენდით ამას და მოვდიოდით ამ მადლით, მაგრამ ეხლა უკვე კიდევ რაღაცა უფრო გავიზარდეთ ყველა. ალბათ კიდევ უფრო დავაფასებთ თითოეულ წამს მასთან გაკარებულს და მის სიტყვებს. და ვერ მოვასწარი გახარება იმ ხით რომ ჩოხატაურში ჩამოყალიბდა პატრიარქის ნათლულთა გუნდის ფილიალი 80 ბავშვი არის ხო ძალიან მაგრამ აი მე ნამდვილად ძალიან დიდი სასიხარულო ამბავია ძალიან საინტერესო ახალგაზრდები შემოგვიერთნენ, ნაცვლები შემოგვიერთნენ, ძალიან მიჭირს საუბარი, იცით. მესმის, თქვენი მესმის განსაკუთრებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმით ვასახელებთ. აი თავის დროზე თქვენ აიღეთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც შეეჭიდეთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს, ჩამოგეყალიბებინათ პატრიარქის ნაცვლთა გუნდი და ალბათ დღეს კიდევ უფრო გაიზარდა ეს პასუხისმგებლობა. დიახ. გაიზარდა და ვიმედოვნებ, რომ სხვადასხვა რეგიონებშიც მოხდება მობილიზება პატრიარქის ნათლულების და ყოველთვის უგალობებთ მის უწმინდესობას, აი და 50,000-ივე უგალობებს მის უწმინდესობას. ძალიან მინდა რომ ეს ესე იყოს. ნამდვილად გისურვებთ თქვენ წარმატებას, ბავშვებო, დიდი მადლობა. ყველაზე ტკივილი ეთერია ჩვენთვის ამ ხნის განმავლობაში. ცხადია, მაგრამ ნუგეშია დიდი რომ პატრიარქის სახით შევიძინეთ დიდი მფარველი და მლოცველი ზეცაში და ნამდვილად ესია. იქიდან მოგხედავს და გვიპატრონებს, უფალი გვიპატრონებს და პატრიარქი შეგვეწევა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაია, მადლობა ბავშვებს, პატრიარქის ნათლულთა გუნდის საგალობლის წევრები და ხელმძღვანელი ლოტბარი მაია მიქაბერიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობა რომ გვიყურეთ, ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ნახვამდის.